გამარჯობა, თქვენ უყურებთ Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. და ამ გაკვეთილის თემაა როგორ შევიყვანოთ მონაცემები Excel-ში. ძალზედ პოპულარულია, როდესაც სტრიქონში შეგყვავს მონაცემები, გადასვლა კლავიატურაზე არსებული ისრების დახმარებით ან მაუსის დახმარებით. მაგალითად, მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში შეყავს ტექსტი შემდეგნაირად. დავუშვათ წერთ Excel-ი. გვერდით მიაქვთ მაუსი და გადადიან შემდეგ ბერთ უჯრაზე. აქ წერენ მაგალითად გიორგი, შემდეგ კიდე გადადიან, წერენ მაგალითად C-ში გაკვეთილი და შემდეგ ენტერი. როგორც ხედავთ, უჯრა ჩამოვიდა გაკვეთილის ქვეშ. ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ არ დავიცავით შეყვანის წესები. მოდით კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. ახლა ავკრიფოთ მაგალითად Excel-ი. გვერდით ავკრიფოთ დათუკიშვილი. შემდეგ ავკრიფოთ ისევ გაკვეთილი და დავაჭიროთ კლავიშს Enter-ს ხელი. როგორც ხედავთ, კვლავ ქვემოთ ჩამოვედით, იმიტომ რომ გადავდიოდით გვერდით ისრით, ანუ კლავიატურაზე არსებული მიმართულების ისრებით. ხოლო თუ დავიცავდით წეს სტანდარტს Excel-ისას და შევიყვანდით მონაცემებს Excel-ი, შემდეგ Tab კლავიში, რომელიც არის კლავიატურის მარცხენა მხარეს, ორივე მხარეს მიმართული ისრიანი ნახატით, შემდეგ ავკრიფავთ მაგალითად G-D და კვლავ Tab კლავიშს ავკრიფავთ, დავწერთ გაკვეთილს და დავაწვევით Enter ღილაკს, ნახავთ რომ ჩვენი შევსების არე გადმოდის უკვე მარცხენა ნაწილში, საიდანაც დავიწყეთ მოძრაობა. ანუ შეგვიძლია გავაგრძელოთ მაგალითად Word-ი, დავწეროთ რაღაცა, არ ვიცი, N-K, შემდეგ ისევ გაკვეთილი და ისევ Enter-ი. შემდეგ დავწეროთ PowerPoint-ი, მაგალითად, შემდეგ ავკრიფოთ და უშოთ უკვე სხვა სახელი, ისევ გადავიდეთ Tab-ით სხვა სახელი, Enter-ი და ასე შემდეგ. ეს გახლავთ ტექსტის შეყვანის სწორი ფორმა, რიცხვის შეყვანის, არ აქვს მნიშვნელობა, მონაცემების შეყვანის. მოდით ამ შემთხვევაში წავშალოთ ეს მონაცემები, რაც შევიყვანეთ და დავიწყოთ შევსება უკვე სხვა ტიპით მონაცემების. მაგალითად, დავკრიფოთ Excel-ი და დავწეროთ Excel ერთიანი. დავაჭიროთ გვერდით ამ უჯრაზე დადგომის დროს, უნდა დავაკვირდეთ, რომ უჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩნდება დამხმარე რაღაც წერტილი, რომელზეც ხელის დაჭერისას შეგვიძლია ჩამოვწიოთ მაგალითად 6 უჯრაზე ეს ჩვენი წარწერა და მივიღებთ Excel-1, Excel-2, Excel-3 და ასე შემდეგ. ანუ როგორც ხედავთ, იზრდება რიცხვები. თუ დავწერთ მაგალითად Excel, ახლა დავწეროთ Word-ი, დავუშვათ 1 და შემდეგ 2016, უკვე ამ შემთხვევაში მხოლოდ ბოლო რიცხვი, ანუ 2016 და არა პირველი ციფრი შეიცვლება. ჩამოვწიოთ კვლავ ღილაკი, ანუ მაუსის დახმარებით, ან რადგან უკვე გვაქვს პირველი მწკრივი შევსებული, შესაბამისად უკვე დანარჩენმა მწკრივებმა იციან, რომ ისინი უნდა შეივსვან პირველი მწკრივის სიმაღლეში, ანუ 6-ის ტრიქონი. დავაკლიკოთ ორჯერ ჩქარა და ვხედავთ, რომ გაიზარდა სწორედ ეს რიცხვები. ახლა ვნახოთ რა მოხდებოდა თუ დავწერდით უბრალოდ რიცხვს ერთიანს და ორჯერ ჩქარა დავაკლიკებდით. ამ შემთხვევაში მივიღებთ, რომ მხოლოდ ერთიანებით შეივსებოდა ეს გამოსახულება. თუ ავკრიფავდით ერთიანს და Control კლავიშის დახმარებით ჩამოვწევთ, დავინახავთ, რომ ის არის, უბრალოდ ჯვარს გაუჩნდა დამატებით პლუს ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ დაზრდის ამ რიცხვებს. ახლა თუ დავწერთ ერთიანს და ორიანს, მოვკიდებთ ხელს და ორჯერ დავაკლიკებთ, მაშინ მივიღებთ პროგრესიას 1, 2, 3 და ასე შემდეგ. თუ დავწერთ 1 და 5, მოვნიშნავთ და დავაკლიკებთ ორჯერ ჩქარა, მივიღებთ პროგრესიას 1, 5, 9. ანუ ამ შემთხვევაში იპოვა ბიჯი თითო და ამ შემთხვევაში იპოვა უკვე 5. ასევე შეგვიძლია დავწეროთ მონაცემი 1, შემდეგ დავუშვათ 2, მოვნიშნოთ ეს ორივე და Control კლავიშით ჩამოვწიოთ. ეს კი უკვე ნიშნავს, რომ დააკოპიროს მონაცემები 1, 2, 1, 2, 1, 2 და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ თუ შევიყვანთ თარიღს, მაგალითად თარიღი უნდა შევიყვანოთ შემდეგნაირად, წერთ თვე, ჩემ შემთხვევაში ასეა თვე, შემდეგ რიცხვი და წელი. თუ მოვკიდებთ ამ უჯრას ხელს და ქვემოთ ჩამოვწევთ, ნახავთ, რომ თარიღებიც თითო დღით გაიზრდება.
მოდით წავშალოთ ეს მონაცემი, მოვნიშნოთ, დავაჭიროთ დილიც და ვნახოთ, რომ რეალურად ეს მონაცემებიც ნიშნავს იმას, თუ როგორ შევავსოთ Excel-ში შევიყვანოთ მონაცემები, როგორ ავაგოთ მწკრივები, რომელიც არის არითმეტიკულ პროგრესიაზე დაყრდნობით, ან copy paste-ით. აქვე აუცილებლად უნდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ბრძანება, რომელიც გულისხმობს, მოდით აი აქეთ ვნახოთ, დავამატოთ ახალი სვეტი და დავწეროთ 1, 2 პირობითად მოვნიშნეთ, ჩამოვწიოთ 2 კლიკით და გამოჩნდა დამხმარე კონტექსტური მენიუ, რომელზეც ხელის დაჭერისას ვისჩევთ შემდეგ ბრძანებებს, მაგალითად copy ან მაგალითად fill service და კიდევ სხვა ბრძანებები. მადლობა ყურადღებისათვის.